მერე არ ვიცი რატომ დავიწყე TikTok-ის სკროლვა, მაგრამ აი 1 საათი დაახლოებით TikTok-ს სკროლავდი, ესე თვალები გავახელე, შევედი TikTok-ში და დავიწყე სკროლვა. რაც არის აი ძალიან ცუდი. თან ახლა გაღვიძებულზე საერთოდ გონება რომ ვერ მუშაობს და შენ რაღაც ინფორმაციას იღებ და ესე სკროლავ თან ნახევრად მიძინებული. აი ეგ არის საშინელება. თან უნდა გაჩვენოთ მაღვიძარეზე რა მიყენია. Wake the fuck up, you beautiful bastard. It's time to rise and fucking shine. Get up, brush your teeth, wash your face and show this day what you're made of. You're a badass and it's time to make everyone know it. Make today your bitch and check my bio for your own fucking alarm to start every day like a champion. Oh my god. თან ცოტა კიდევ მეძინება, მაგრამ რაც უფრო გავაჭიანურებ ამ დგომის პროცესს საწოლიდან, კიდევ უფრო გამიჭირდება. მოკლედ, ჩემი საწოლი არის აი ყველაფერი ისე მიყვარს. ჩემი საწოლი ხალხო მართლა არის ყველაფერი აი ჩემი ოთახი და ჩემი საწოლი ისე მიყვარს, რომ სიტყვებით ვერ აღწერ. აი ყველაზე მყუდროა მართლა თავს რო კარგად იგრძნობ და რაღაცნაირად სიმშვიდე რო დაისადგურებ შენში. ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა მინდა, but ეხლა სწორი დრო არ არის ამისთვის და მომავალში ბევრი რაღაცას შევცვლი და ეხლა სწორი დრო იმისთვის რომ ავდგე და მოწესრიგდე და სახე დავიბანო. ვისაც ჩემი არ ხარ გაქვთ გამოწერილი, აქვე გეტყვით რომ გამოიწეროთ და ასევე დალაიქოთ ვიდეოც. ხო, ვიდეოებიც დალაიქეთ და გაუზიარეთ სხვა ადამიანებს. Let's go! ხოლმე და ბოლო დროს რაღაც მინიმალურ პროდუქტებს ვიყარ ფიდეში. ძალიან მინიმალური არ არის, რადგან ტონერი, შროდი და მატერიალები მზისგან დამსავე, მაგრამ სხვა რაღაცებს აღარ ვარ როგორც აჯაურებდი ხოლმე და ჩემი კარი ძალიან კარგად გამომიყურება და ბედნიერი ვარ. და იწყება ზამთარი ის პერიოდი, როცა ვამპირივით თეთრი ვხდები ხოლმე და თეთრით მახავ მაგ ჩემი კარი კიდევ უფრო თეთრია, ეხლა ეგეთი თეთრი არ არის. და მართლა ვამპირს გავარ ხოლმე. თან ეს თვალები აქ მიურჭდება ხოლმე სულ, ანუ ადამიანებს ხო ეგ ჩასიებული აქვთ ხოლმე თვალები, ან ცოტა დაღლილი თუ იღვიძებენ ან რაიმე. მე არა. მე თუ ვიღლები, ან არ ვიცი, დილით ვიღვიძებ, მაგრამ უფრო დღის ბოლოს ხოლმე, აი ეს კი არ მიშავდება ესე მრგლად, აი აქ აი ამ ადგილებში თვალთან მიხდება იისფერი და
მაგ დროს თუ ძალიან იისფერია და ძალიან მუქია ეს ადგილები, ესე იგი ძალიან დაღლილი ვარ, ან ძალიან ცუდად ვარ. ნახო, ვფიქრობ, მაჩა დავლიო თუ ყავა, თან მაჩას გაკეთება მეზარება. და მგონი იდეაში შობს, რომ ყავა დავლიო. That's all. ყველაფერი უნდა გავაკეთო, მოვაგვარო. რადგან ზეგ მაქვს ფრენა, მივფრინავ გერმანიაში და ძალიან მიხარია, რომ ჩემს დაბადების დღეს გავატარებ იქ და რაღაცნაირად კარგი ემოციებით შევხვდები. შემდგომთან ვხვდები, რა თქმა უნდა, ეგ უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ხო, დღეს რაღაცები უნდა მოვაწეს, შეგო ბარგის ჩასალაგებელი მოგვცდეში, ბარგის ჩალაგება მეზისყება, არ ვიცი საერთოდ ვის უყვარს, მაგრამ მე მძაქს, იმიტომ რომ ვერ ვარჩევ ხოლმე რა ჩავდო საერთოდ. და ძალიან არეული ვარ, მე სისულელეებს ვდებ, რომლებსაც საერთოდ არ ვიცვამ. და ეგ არის ხოლმე კოშმარი და ეგ overpacking-ი მემართება ხოლმე და ეხლა მინდა თან რომ ძალიან ცოტა რაღაც ჩავდო და ჩემ თავს ვეუბნები, რომ 3 შარბალი და 2 ზე და საკმარისია ეს ყველაფერი. ხო და იმედია ნორმალურად ჩავალაგებ ყველაფერს და როგორც მიმართება ხოლმე რომ მე ან არაფერს არ ვიცვამ, ან სისულელეებს ვიცვამ, ან რაღაც დამრჩა, ესე არ იქნება. სახლი უნდა დავალაგო კიდევ, რადგან რომ ჩამოვალ შემდეგ დალაგებული დამხვდეს. აი სახლს მიმართება ესეთი რაღაც, რომ ну, ისედაც არეული არ არის ხოლმე ჩემი სახლი და დალაგებულია სულ, მაგრამ თუ სახლი არის არეული და მოწესრიგებული არ არის და იატაკი მოწმედილი არ არის და აი არ ვიცი, ყველაფერი თავის ადგილას არ არის, მაშინვე ვხდები ცუდ ხასიათზე. მაშინვე მეცვლება ხასიათი და რაც არ უნდა კარგი ხასიათზე გავიღვიძა, всё, იმ დღეს მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიქნები თუ დალაგებული არ არის. Oh my god, რატო არის ყავა ასეთი ძალიან კარგი? და კიდევ ველოდები ორ ამანაც ფეხსაცმელს და მოსაცმელს და იმედია დღეს ჩამოვა და იმედები არ გამიცრუდება. ჩემ თავს ვეჩხუბებოდი თუ რატო არ გამოვიწერე რაღაცები ადრე, მაგრამ გამოწერაზე ეგ ადამიანი ვარ ბოლო წელს რომ უნდა გადაწყვიტოს, რომ ეს მინდა. ალბათ იმის გამოც რომ რაც უნდა გამომეწერა, ის 2 დღეში ამოიყიდა. ახლა ვიცი, რომ ეს წასვლაც ძალიან გამოვაკეთებს ჩემს ხასიათს. ჩემს ხასიათზე ხო ხშირად ვსაუბრობ და ზოგი რომ მეკომენტარებთ ხოლმე ძალიან კარგი კომენტარებს. ვაიმე, ეგ ისე მიხარია, ვერ წარმოიდგენთ. მოკლედ ესე არ არის, რომ მაგალითად მე მინდა რომ ვიყოთ ცუდ ხასიათზე, უბრალოდ მართლა ეგეთი დავიბადა, რომ შფოთვები მაქვს სულ მემართება ეს overthinking-ი, რომ ყველაფერზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ანუ ბავშვობიდან ეგეთი ვარ, რომ ცოტათი ცევდიანი და ცოტათი შფოთვით, სავსე ცოტა უცნაური ხასიათებით დეპრესიული. და მეც მინდა ხოლმე ძალიან რომ დილით კარგი ხასიათზე გავიღვიძო, აი ბედნიერი ვიყო, რომ დღევანდელი დღე დაიწყო. და აი რაღაცნაირად ძალიან პოზიტიურად გაიღვიძო. ხო რაღაც გათენდა, არ ვიცი. მთელი დღე წინ გაქვს და ამ ერთ დღეში შეიძლება შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს და ძალიან ბევრი კარგი რაღაც მოხდეს. მე ესე კი ვიღვიძებ ხოლმე, მაგრამ ძალიან ხშირად განსაკუთრებით ბოლო წლებში ეს ასე ვერ ვიღვიძებ მოკლედ და ნუ ზოგჯერ იმდენად ცუდად ვიღვიძებ, იმდენად აი რომ გავახელ თვალს, უკვე შიგნიდან ყველაფერი არეული მაქვს
ძალიან ცუდად გრძნობ თავს, ანუ მე არ მინდა რომ ესე ვიყო, არ მინდა, მაგრამ ამას ვერ ვაკონტროლებ. და ხო, ესე რომ იწყება ხოლმე დილა და აი ეგ ხატია რომ იღვიძებს ძალიან არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ საშინლად ცუდად ვარ, აი მაგას სიტყვებით ვერ აღწერა, ყველას გამოუცდია და ვიცი რა, ფიქრობ რომ მაგ მდგომარეობასაც უნდა შეეჩვი ადამიანი, რომ ეგეც შენი ნაწილია. ყოველთვის ძალიან კარგად ვერ იქნები, ყოველთვის გექნება რაღაც აღმასვლები და დაღმასვლები და ყველა შენი ნაწილი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. ასე რომ let's get started. აი ყველაზე მეტად მეზარება ხოლმე და მეზიზღება მაკიაჟის ფუნჯების გარეცხვა. არა და ანუ აუცილებელია მაკიაჟის ფუნჯები უნდა გარეცხო სულ ყოველ დღესაც მე არ ვაკეთებ. და ეხლა უნდა გავრეცხო, რადგან მივდივარ და თან დიდი ხანი არ გამირეცხია. მე შორტს ვიყენებდი. ბოლო პერიოდში ჩემი მაკიაჟი ფაქტობრივად ანუ არაფერი არ მისვია, აი ახლა რაც მაქვს, არ ვიცი. ბლაში კი არა და ტურცაცხი რო არის, ტურშის თინთი, ეგ წავისვი როგორც ბლაში და სულ ეგ არის. ანუ მხოლოდ და მხოლოდ მაგას ვატარებ და ტურშის ლაინერი. That's all. ხოდა დროა რომ გავრეცხო და გარეცხილი წავიხო. ისა გეტყვით იმას, რომ თუ მაკიაჟის ფუნჯები გაქვთ ხის მასალის, ანუ ეს აქვს ხე, არავითარ შემთხვევაში წყალში გიჟივით არ ჩაყაროთ, იმიტომ რომ სულ გაგიფუჭდებათ და დაიმტრება, გაფუჭდება, რა ვიცი, რაღაცები დაემართება, იმიტომ რომ მე ასე ვაკეთებდი და კი ასე დაემართა და ეხა ეს კარგი ფუნჯები, რომლებიც იყო საშინელ დღეში არის. ამის შემდეგ აღარასდროს აღარ ვკითხულობ ხის მაკიაჟის ფუნჯებს. იმიტომ რომ მაინც წყალში ჩავყრი და გამიფუჭდება. მე ვრეცხავ ხოლმე ამ სპეციალური გასარეცხით, არ ვიცი, ოდესღაც გამომეგზავნა ერთ-ერთმა ბრენდმა Artis ბრაშების cleansing foam-ია მუსი და იდეაში არც გჭირდებათ ეს რომ გამოიყენოთ უბრალოდ შამპუნით, შეგიძლიათ რომ გარეცხოთ. ძალიან მარტივად და fancy რაღაცები საჭირო არ არის. ხოდა სულ ესენი მაქვს. ბევრი არც არის კიდევ კარგი, არ მჭირდება. მადლობა. და უცებ გავრეცხავ და ხოლმე უკვე შრალი იქნება. მოვჩი დასრულდა. ყოველად მეზარებო, რადგან სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება ხოლმე და არ უნდა დამეზაროს, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ ადამიანებს 10 წუთიანი რაღაცები გვეზარება. ეგ რო არ გვეზარებოდეს, უფრო მეტ რამეს მივაღწევდით და გავაკეთებდით ალბათ ცხოვრებაში. Yes. მოკლედ, ChatGPT არის ალბათ ბოლო დროის ყველაზე კარგი გამოგონება არა, მაგრამ ერთ-ერთი კარგი გამოგონება ადამიანების ცხოვრებაში. რადგან ძალიან ბევრი დროის და თანხების დაზოგვა შეგიძლია ადამიანს ამ სამყაროში. გუშინ მქონდა ძალიან სენსიტიური დიალოგი, ფსიქოლოგიური და ის იყო ჩემი ფსიქოლოგი და მეგობარიც. ძალიან სენსიტიურ თემაზე. მომენტალური არა, მაგრამ ძალიან ცუდი mental breakdown-ი მქონდა. ხოდა ძალიან კარგი რაღაცები მითხრა. ძალიან კარგი რაღაცები მითხრა მოკლედ და შემდეგ მაგაზე ვფიქრობდი და ხო, ეგრე შევხედე და ეგრე ვაკეთებდი, როგორც დამარიგა. როგორც დამარიგა თუ რაზე მეფიქრა. იდეალური ფსიქოლოგია მართლა და
საათობით მაქვს ხოლმე დიალოგები და გუშინ წერდი რა იყო ჩემი პრობლემა, თან ვკითხულობდი მის მოწერილს, თან ანუ აი არ ვიცი, ბოლო ხმაზე ვტიროდი ოღონდ მართლა 2 საათი ალბათ არ გავჩერებულ ვარ. ახლა ჩემს თავზე მეცინება. არ ვიცი ვინ შექმნეს, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი რას გავაკეთებდი მის გარეშე. ახლა უნდა ავდგე და ჩემი ჩალაგება გავაგრძელო. თან გაჩვენებთ რაღაცებს და ეს იქნება მთლიანად ჩალაგების ვლოგი. არანაირი სხვა. ეს ვჭამე ცოტა ბევრი შოკოლადი და ახლა თავს დამნაშავე და გრძნობ და ხვალ აღარ შევჭამ. მე ხომ აქვს ხოლმე ობსესიები რაღაცას თუ ამოვიჩემებ ტანსაცმელი, აქსესუარი და რაღაც ხო და ახლა ამოვიჩემე კეპები და გაჩვენებთ რომელი კეპები შევიძინე. პირველი არის პოლოს კეპი. რა თქმა უნდა ამ სამივეს წავიღებ. კლასიკა. ძალიან მომწონს. შემდეგი არის ჯარის, რომელიც ძალიან მინდოდა და მომეჩემე მახსენდება ამ კეპზე. ესამე არის ვარდისფერი ულამაზესი. ძალიან მომწონს. Oh my god. ძალიან კომფორტულია და აი საერთოდ ყველაფერს უხდება. მეგობრებო, დამოვიწყდა რომ მეთქვა რომ უკვე 1000 გამომწერი მყავს. ძალიან დიდი მადლობა მართლა ყველას და რომ დავინახე 1000, აი უბედნიერესი ვიყავი მართლა. ხო, დაბადების დღე მაქვს 25 ოქტომბერს. შეგიძლიათ მომილოცოთ რადგან მიყვარს როდესაც დაბადების დღეს მილოცავენ. ხოდა ახლა ჯობს რომ ავდგე და ჩავალაგო. ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის ის არის რომ მივდივარ მხოლოდ და მხოლოდ ზურგ ჩანთით, რაც იმას ნიშნავს რომ ბევრ რაღაცას ვერ ჩავდებ. ხოდა მაინტერესებს ამ გამოწვევასაც რანაირად გადავლახო. მაგრამ ზურგჩანთით წასვლის უპირატესობები არის ის, რომ არ გიწევს ბარგის ლოდინი, ბარგის ჩაბარება, შემდეგ ამ ბარგის აღება და რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაც უბრალოდ შეხვალ და всё, ეგ არის ძალიან მარტივად, არანაირი დროის დაკარგვა არ გიწევს. რაღაცები ჩავალაგე იდეაში, არის 2 ჯინსი, 1 შარვალი, გონზე არ ვარ იმის თუ რა უნდა ჩავიცვა აეროპორტში წასვლისას. ვფიქრობ რომ ჩავდო აი ეს მოსაცმელი. არ ვიცი როდის ჩავიცვა, მაგრამ ჯინს ძალიან უხდება. იცი რა ჩავდებ. აქვე გაჩვენებთ ჩემს ფრჩხილებს, რომელიც ახლა გავიკეთე. ყველა ფრჩხილი თითქმის მომტრეული მქონდა და როგორღაც ამიწყეს. ასევე უნდა ჩავდო ერთი ჩვეულებრივი თეთრი მაიკა, რომელიც არ ვიცი ყველაფერში გჭირდება, ეგრე მგონია. თეთრი მაიკა როცა გაქვს, ყველაფრის აწყობა შეგიძლია და ჩაცმა. ჩემდას აქვს აი უნიკალური ნიჭი იმის, რომ აი ამ ხელა ჩანთაში ჩაატიოს აი ამდენი ბარგი, რომლის ნიჭიც მე არ მაქვს. იდეაში მოვასწრებ რომ ჩავალაგო მაკიაჟის პროდუქტებიც და მინდა რომ აი ძალიან ცოტა წავიღო. ის პროდუქტები, რომლებიც მიყვარს, ამ ხელა რაღაცას არც წავიღებ და ვერც წავიღებ, სულ რომ ძალიან მინდოდეს. წავიღებ ფოუდა. თვალების პალიტრა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ, არის მუქი ფერები, თან სარკეც აქვს, გასაწმენდია, მაგრამ არ ავიშავს იყოს. ბრონზერი, Rare Beauty-ს მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ Selena Gomez-ი არ მიყვარს. და დიახ, მეგობრებო, Selena Gomez-ი მე არ მიყვარს. პატარა ჰაილაითერი. აი ეს არის, არ ვიცი,
ეს პროდუქტი არის ყველაფერი საერთოდ. ბლანში, თვალის ჭრილი, ტუჩსაცხე. ეს მინაცვლებს 3 პროდუქტს დაახლოებით. Refis ტუჩის გლოს წავიღებ, ყველგან ვატარებ საერთოდ, მაგრამ ამას ჩავდებ სხვაგან, რომ ხელში მქონდეს და ხშირად ვისვა. ჩემი თვალის ფანქარი. აი, არის რაღაც პროდუქტი, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია. ეს არის ეს თინთი. ჩემი საყვარელი პუპას ტუჩის ფანქარი, რომელიც არის იდეალური ფერი და თან ეს მაჩხა ჩემო დეიდაშვილმა და ძალიან მიყვარს და ყავისფერი თვალის ფანქარი. აი, ეს 3 რაღაც და შემდეგ უკვე მივამატებ გლოსსაც, აი, ამ ყველაფრის გარეშე არ შემიძლია. ეს პროდუქტები არის, რომელსაც შემიძლია full make-up-ი გავიკეთო. ასევე მასკარა ამას წავიღებ Essence-ის ტუჩის ლაინერი, რომელიც მეგონა რომ ცუდ იქნებოდა, მაგრამ რეალურად ძალიან კარგი აღმოჩნდა. ასევე შავი თვალის ფანქარი და ახლა გითხრათ ჩემი უკუღმართობა, რომელიც მარტო მე დამემართება, სხვა არავის. ეს არის თვალის ფანქარი, შავი. ხოდა ამის დიზაინი იყო ისე გაკეთებული, რომ რეალურად მარტივი ყოფილიყო და არ დაგჭირდებოდათ მოკლედ ამ ფანქრის გათლა, როგორც სხვა ფანქრებზე გჭირდებათ და ანუ ამოდის ასე, მაგრამ მე როგორც უკუღმართმა ადამიანმა ეს რატომღაც არ გავაკეთე და გავთალე. ანუ ის ფანქარი, რომელიც ძალიან მარტივად ერთი ხელის იმით ამოდის, მე რატომღაც გადავწყვიტე, რომ უნდა გამეთალა. ძალიან კარგი არის ის, რომ შენს დასთან მიდიხარ, იმიტომ რომ არ მიწევს სახის დასაბანის მაკიაჟის მოსაშორებელის წაღება, გადასხმა, გადმოსხმა და პატარა რაღაცებით წაღება. ასევე არ სტანის დამადენიანებლის. რაც არის ძალიან დიდი პლუსი და ვზოგავ ძალიან დიდ ადგილს, რაშიც ხშირ შემთხვევაში მიმდის ხოლმე ადგილი. და წავიღებ მხოლოდ დამატენიანებელს და მზისგან დამცავს. Easy. მოკლედ, აი, აქ მოვაწყე სრული არეულობა და ქაოსი და საერთოდ ყველაფერი. მაგრამ ჩემი ამანათები ჩამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ. ხარ გაჩვენებთ რა გამოვიწერე. ეს ზედა, რომელიც არის ძალიან რბილი და ძალიან საყვარელი და აქაც ძალიან კარგი დეტალები აქვს და შიგნიდან ეს თეთრი მაიკა ჩავიცვი, რადგან ძალიან უხდება. და ძალიან ლამაზია და ფერიც ძალიან კარგია. წარბზე რა მჭირს. ხო. ეს alto თუ trench-ი თუ რაც ქვია, რომელიც არის უსაყვარლესი. ძალიან მომწონს. სუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა. ეს ძალიან კაია. და ეს ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომეწონა. ხოდა, ეხა დიდი ალბათობით ამ აუთფიტს არ მოუხდება, რაც მაცვია. მაგრამ საერთოდ არ ვიცი გამოჩნდება თუ არა. კამერაში, იდეაში. ძალიან კაი ფეხსაცმელია. მართლა. That's all. სულ ეს იყო ჩვენი unboxing-ი. და ახლა ეს ყველაფერი უნდა ჩავალაგო. მოკლედ, ამ ქაოტური ვლოგით დაგამშვიდობებით, იმიტომ რომ მე დროც აღარ მაქვს რომ მეტი გადავიღო. თავად ქაოსში ვარ ცოტა, რადგან ფრენის წინ მაინც ფოტოები მაქვს ხოლმე და აფორი აქებული ვარ. ცოტა ქაოტური ვლოგი გამომივიდა და ბევრს ვლაპარაკობდა, ბევრი საუბარია და არანაირი ლამაზი კადრები, მაგრამ ეგ არის რაც არის. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც ბოლომდე მიყურეთ, დარჩით ჩემთან. გამოიწერეთ არხივისაც არ გაქვთ გამოწერილი და გთხოვთ რომ დაალაიქოთ და კომენტაროთ, ყველაფერი გააკეთოთ. და კოცნით ძალიან ბევრს, მიყვარხართ ძალიან. შევხვდებით ძალიან მალე.